დღეს ჩვენ ამ თემებზე გვეხდება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად სამართლის ექსპერტი ბატონი დავით ზირაქიშვილი ჩვენი გადაცემის ვერ მოგესალმებით ბატონო დავით ჩვენ გუშინაც გქონდა ამაზე საუბარი რომ მთლიანად იცვლება გეოპოლიტიკა და იცვლება ასევე მიდგომები ჩვენი მოღალატე პოლიტელიტის აი ეგ ხაზარაძე ვახსენე და ხაზარაძის გავსა კიდევ სხვა ესეთი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან ახლა რომლებიც დაიწყებენ აი ამაზე საუბარს რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ და არ გამიკვირდება მოსკოვში კრემლში შეხვედრები თუ მიიღეს რა თქმა უნდა გამართვა არ არის თლათ ასე რომ რუსეთმა ის ხალხი ვინც აქედან მას ასე ვთქვათ აგინებდა მოუწოდებდა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნას მოუწოდებდა ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებას ის ხალხი რაც არ უნდა ასე ვთქვათ ქონების და დივიდენდების მფლობელი იყოს რომ მათთან რუსეთის ხელისუფლება რაიმე დიალოგი წარმართოს. ეს ის ხალხია, ვინც ქართველი ერის გენოციდი განახორციელა და ამაში ყველაფერს აბრალებს რუსეთს, როცა თვითონ არიან ყველივე ამის ჩამდენი. ის რომ რუსეთს საქართველოსთვის ასე ვთქვათ კეთილი სურვილები ამოძრავებდა და არ უნდა საქართველოს რუსეთის ურთიერთობის დაძაბვა ეს გახდა ღია და აშკარად ჯერ კიდევ როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაარღვია სტამბულის შეთანხმება 1998 წელს შემდგარი შეთანხმება რომლის თანახმად რუსებს უნდა გაეყვანათ აქედან შეიარაღებული ძალები 2009 წლამდე და მის სანაცვლოდ ბათუმში და ახალქალაქში უნდა ჩამოყალიბებულიყო ანტიტერორისტული ცენტრი რუსეთმა დაჩქარებულად 2006 წელში გაიყვანა მთლიანი დაჯგუფება ამის ნაცვლად სააკაშვილმა უარი უთხრა ამ ანტიტერორისტული აქტების ტერორისტული ცენტრების გახსნაზე და პირიქით 2008 წლის გაზაფხულზე ну თელიას პერიოდი 2006-7 წელი მოანდომა სამხედრო ძალების შეიარაღებას და გაწვნას და 2008 წლის გაზაფხულზე მოინდომა აფხაზეთში შეჭრა, რასაც რუსეთისგან მიიღო მკაცრი გაფრთხილება, ზუსტად მახსოვს რომ ბზობის დღე იყო და ერთვიანი კაზარმული მდგომარეობა მოიხსნა და გადაიფიქრა შესვლა აფხაზეთში, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უკვე პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ არჩეული იქნა მედვედევი, სააკაშვილმა ამერიკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაკეინის ხელშეწყობით და რა თქმა უნდა ჯორჯ ბუშის თანხმობით განახორციელა სამხედრო შეჭრა ცხინვალის რეგიონში. ესე იგი, მაინც მიუხედავად ყოველივე ამისა, რუსეთი აღარ შემოვიდა თბილისში, აღარ მოხდა თბილისის აღება, გაჩერდა და ესე იგი ფაქტიურად მოუწოდა საქართველოს რომ დაედო ხელშეკრულება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან რომ ის სამხედრო ძალით აღარასოდეს აღარ მოახდენდა თავდასხმას ამ რეგიონებზე, მაგრამ არ დათანხმდა ამაზე სააკაშვილი და ну რა თქმა უნდა მას ამერიკამ ხარს უჭერდა და იძულებული გახდა მე რუსეთი რომ მოხდარიყო ამ ორი ქართული ტერიტორიებისზე მოხდარი ამ ტერიტორიებზე არსებული ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობა. ეს იყო ისევ ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე. ამიტომ დღესდღეობით ერთადერთი მხარდამჭერი და საქართველოს სუვერენიტეტის გარანტი ეს არის რუსეთის სახელმწიფო. სხვა მეტი ჩვენ მეტი სხვა მხარდამჭერი არავინ არ გვაქვს.